დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას პროცესი გაიმართა. მოსამართლე ელენე გოგუაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. დღევანდასხმაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და მისი საქმის გარშემო ვრცლად ისაუბრა. ის ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც. ნიკა მელიას განცხადებით მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმა რეჟიმის მიმართ პროტესტია. აუდიო ჩანაწერი პროცესიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მას შემდეგ რაც შემოვიყვანეს უბრალოდ სასამართლო დარბაზში და დავინახე ბატონი შვანგირაძე, არ დაგიმალოთ, უბრალოდ არანაირი წუხილი, არანაირი დაინტერესება, სურვილის კი რომ დაინტერესებული იყო იმ საკითხით, რაზეც მე ვაპელირებდი ძირითადად, რომ 10 საათით ადრე, როდესაც 50-მდე ადამიანი გაგიტაცებს, შეგჩურთავს სადღაც რომელიღაცა სამარშრუტო ტაქსში, ჭიდროდ იქნებოდა ნაკლებად თუ საერთოდ არ იქნებოდა დაკავშირებული მის განსახილველ საქმეს და მოსამართლე რომც არ იყოს მოსამართლე, მაშინ ადამიანობა მაინც უნდა გამორჩიოდეს. ეს მე მაშინ ვერ დავინახე და ბუნებრივია მე ამ ბატონ შვანგირაძეს საპროტესტოდ დიახაც შევასწრე წყალი არა ოღონდ როგორც შვანგირაძეს ასეთ, არამედ როგორც იმ რეჟიმს, რომლის წინააღმდეგაც ჩემი მათმენით უდიდესი ნაწილი არის სამართლიანად განწყობილი საზოგადოების და არის ამ ბრძოლაში ჩართული წლების განმავლობაში, ზოგი კი უფრო მეტი ვიდრე რამდენიმე წელიწადია. ნიკა მელიამ სოლიდარობა გამოუცხადა ადამიანებს, რომლებიც 29 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. დღევანდასხმაზე მელიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული უწოდა. მისი თქმით, ის ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ იქნება. კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ჯგუფებს შორის. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მე პირადად მათ შორის ივანიშვილ ოპოზიციიდან ერთ-ერთ პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მე ხარი აუბა რამდენიმე მისი პარტიის წარმომადგენელმა, ჩემს მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც შენ ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით ვუწოდებ რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებას. და ახლა ერთხელ ასეთ ცილით სამეფო ბრალდებას ისვრის და ბოლოში სადღაცა კატალეოპოლდივით იტყვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვრო. შენ პირადი პოზიციაა მეგობრებო. ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში მე ვერასოდეს ვერ ვნახავთ და იცით, რომ მასთან დაკავშირებით 2021-2023 წლების პერიოდზე ბევრი მაქვს საფრთხელი კონკრეტული ფაქტები. მიხარია, რომ მისი პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გაიზიარა მისი პოზიცია, მაგრამ თუ კი სიმართლე ოპოზიციიდანვე არ იქნება დაფასებული და თუ კი სიყალბე იქნება ყველაფერის დაბიძე, თან გაყიდული ხარ და თან მოდი ვითანამშრომლოთ, ეს ვერ მოხდება. ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დანაშაულის სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს. მეორე დღეს კი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვია შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მსჯავრდებულია ქართული ოცნების პარლამენტის დროებითი გამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აიკრძალა. გარდა ამისა, პროკურატურამ მელიას ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზეც წარუდგინა ბრალდება.